ბიბლია პირველ ფსალმოში ასე იწყებს: ნეტარია კაცი, ვინც არ ზისო ავყიათა წრეში და რა უღმრთოთა რჩევებს არ მისდევს. იცი ზოგი უხტოა, თვითონ ღმერთის სიტყვას არ ემორჩილება, ღმერთის ნება არ აინტერესებს, მაგრამ დარიგებით იმდენს დაგარიგებს, იმდენს გასწავლის, იმდენს მიგითითებს. მაგრამ პირველი ფსალმონი ამბობს, რომ ნეტარია კაცი, ვინც უხტოთა რჩევებს არ მისდევს. ყურადღებით იყავი, როცა ადამიანი რჩევებს გაძლევს, თვითონ შეხედე, მორწმუნე და ღმერთის ნების მატარებელი და განხორციელებელი არის თუ არა. თუ არა და მალევე გაჩერდი და უთხარე, დიდი მადლობა, თუ დამჭირდები მოგძებნი. თუ დამჭირდები, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ნეტარიაო, ვინც ამას იცავს და ყურადღებით არის, რომ უხტოთა რჩევების მიღება ცუდ შედეგთან მიგიყვანს. ასე რომ, მოდით ყურადღებით ვიყოთ, რომ ჩვენ ღმერთის ნება ვეძებოთ. ღმერთის ნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს მიმართ არის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. არ არის კარგი ოცნებებში ცხოვრება, მარტო რომ აი სუნთელი ცხოვრება ვოცნებობ და რეალურად არაფერი არ დადგა ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ ღმერთი გვეუბნება, თუ გამომყვები და ჩემს ნებას და ჩემს სიტყვას გაიგებ და გაითვალისწინებ, შენ მიწის დოულადს ნახავ. ანუ ნიშნავს, რომ სულიერობაში შენ ბევრ კურთხევებს ეზიარები, ბევრ სიკეთეს მიიღებ და სიკეთე გახდება კურთხევა შენთვის და შენ იქნებ მაკურთხებელი სხვისთვის, ვინც მომავალში შენით უნდა ისარგებლოს და სიკეთე ნახოს. თუ გახსოვთ წინა მსახურებაზე ვილაპარაკეთ, რომ ღმერთი არის ღმერთი, რომელიც ეძახის ადამიანს. მე მახსოვს როგორ მეძახდა ღმერთი, ვერ ვისვენებდი, რაღაც მემართებოდა. ღმერთი რო გეძახის, თუ არ გაყვები ღმერთს, საითაც გაიქცევ, იქით წაიქცევი. მე არ გიწინასწარმეტყველებ ცუდს, მაგრამ მე გეუბნები, რაც ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. ღმერთს თუ არ გაყვება ადამიანი, ეშმაკი არ დაინდობს იმ ადამიანს. თუ ღმერთს არ მოусმენ, ეშმაკი აუცილებლად თავის გეგმებს განახორციელებს შენზე. დღეს რო ცოცხალი ხარ, ჯანმრთელი ხარ, დაცული ხარ, ერთადერთი მიზეზით, რომ ღმერთი გწყალობს. თუ არ და ქრისტემ თქვა, ის კაცის მკვლელიაო ეშმაკზე, ლუკას მერვე თავის 44 მუხლში. კაცის მკვლელია იგი. ანუ სატანას ქვია კაცის მკვლელი. ნიშნავს, როცა ის ადამიანს კლავს, ბედნიერია, ნეტარი არის. ხო არის რომ ადამიანი ბედნიერი ხარ, სხვას რო დაეხმარე, რაღაცა გააკეთე, მაგრამ ეშმაკი თვითონ ბუნება აქვს ასეთი, კაცის მკვლელია. ანუ უნდა რომ მოკლას და ქრისტემ თქვა, მე მოვედიო იმისაც რომ სიცოცხლე გექნეთ, იოანეს მიათე თავის მიათე მუხლი, მაგრამ რას აკეთებს სატანა? სატანა მოვიდა იმისაც რომ მოიპაროს, მოკლასო და დაღუპოს. არა მარტო მოკლას, უნდა დაღუპოს კიდეც მარადიულად. ამიტომ როცა კაცის მკვლელი იცი რომ დადის და ქრისტემ ახადა ფარდა ამას ჩვენს წარმოსახვაში, რომ არის ეშმაკი, რომელიც არის კაცის მკვლელი და თუ ღმერთი არა, გავიმეორებ სიტყვას, ღმერთო არა. ქრისტემ თქვა, უჩემო და არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ჩვენ ზოგჯერ გონია, რომ ეშმაკსაც კი მოვერევთ უღმერთოთ. მაგრამ ბიბლია პირდაპირ ამბობს, თუ არ დაემორჩილებ ღმერთს, იაკობის მეოთხე თავის მე-7 მუხლი ამბობს, დაემორჩილეთ ღმერთს, წინაღუდექით ეშმაკს და ის გაიქცევა თქვენგანო. მოდით სცენარი შევცვალოთ. არ დავემორჩილებ ღმერთს, არ გავითვალისწინებ ეშმაკს, რა მოხდება? მე მომიწევს მისგან გაქცევა და ვერსად ვერ გავექცევი. მე ღმერთი მაჩვენებდა ამ სურათს, რომ თუ არ გამომყვები, მე შენზე გეგმა მაქვს. აი თუნდაც ეს გეგმა რომ მე აქ უნდა მდგარიყავი და სიტყვა მეთქვა თქვენთვის, რომ თქვენ უნდა სულიერად გეყვებათ. და წარმოიდგინეთ მე ვეჯიუტები. შენ არ იცი რატო გეძახეს ღმერთი. გეუბნიო ჩემი ნება იყო რომ შენთვის თავისუფალი ნება მომეცა, მაგრამ ეს თავისუფალი ნება ადრეც თქვი, ღმერთმა რომ მისცა ადამიანს თავისუფალი ნება, ყელში გამოისვიო, ის კი არ უთხრა. ვინც მისცა თავისუფალი ნება, უნდა შეეკითხო იმას, ეს რაში გამოვიყენო, რა სიკეთით, საით წავიღო, როგორ მომმართო ის და ღმერთმა იცის, რომ ჩვენი ნება შეიძლება განიწმინდოს მისი ნების დაქვემდებარებაში, როცა უქვემდებარებ და ამბობ, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებასა ზედა. და როცა შენი ნება ექვემდებარება ღმერთის ნებას, ნახავ რა არის კეთილიც, სასურველიც და სრულყოფილიც. ვინც ღმერთის ნებას ეწინააღმდეგება, სიტყვა სატანა პიროვნებას ქვია და სინამდვილეში ეს სიტყვა არის
აზრის გამომხატველი არის მოწინააღმდეგე. თვითონ ამას ნიშნავს. ეშმაკი მაცდურს ნიშნავს სატანა მოწინააღმდეგეს. და როცა ადამიანი ღმერთისნებას ეწინააღმდეგება სატანის მხარეს გადადის და ხდება ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ღმერთისა და ის მსჯავრს დაიტეხს თავზე, ასე წერია. ვინც ასე ეწინააღმდეგება ღმერთს, მსჯავრს დაიტეხს თავზე. მე ერთ პიროვნებას გავიხსენებ და მინდა გავაგზავნო წინანდელი მსახურება. იყო ერთი კაცი, თან ღმერთის წინასწარმეტყველი იყო. იონა ერქვა, ვინც იონას შესახებ გაგიგიათ ხო? მეურს გაუგია იონას. მაგრამ იონა მერთხელ გადაწყვიტა ღმერთის ნებას არ დამორჩილებოდა. და წავიდა ღმერთის ნებას გაექცა. რო გაექცა ღმერთის ნებას, ჯერ თავიდან ფიზიკურად უნდა დავაკვირდეთ, საით მიდიოდა იონა და რა ხდებოდა. იონა ცხოვრობდა მთაში. ღმერთმა უთხრა წადი ნინევიაში, იყო ერთი ასეთი ქალაქი ნინევი, და უთხრა წადი ნინევიაში, მე მინდა რომ ეს ქალაქი გადარჩეს და არ დაიღუპო სოდომივით და გომორივით. იონას არ უყვარდაო, ასე წერია ნინევიელები, როგორც ზოგიერთებს რომელიღაც ნაცია არ უყვართ და არ დაემორჩილა ღმერთის ნებას, მათი გადარჩენა არ უნდოდა, რაკი ღმერთს უნდოდა და იონას არ უყვარდა და კი არ დაემორჩილა ღმერთის ნებას, დაუპირისპირდა ღმერთის ნებას და აღმოჩნდა შემდეგი რაღაც. იონა თიდან წამოვიდა ბარში. ბარიდან ჩავიდა ზღვისპირას. ქვევით მოდის ნელ-ნელა. ზღვისპირიდან ჩაჯდა გემში. და წავიდა, გაურბის ღმერთს და ღმერთის ნებას. უკან მიდის, ხედავს რომ ქვევით ჩამოდის ნელ-ნელა. ზღვაში როცა იყო, ღმერთი რო იცოდეთ, ყველგან არის. 138 ფსალმოს თუ აიღებთ, იქ წერია, საით გავექცეო შენ სულსო, შენ ყველგან ახარ ღმერთო, იქით ჩავიდე. და მას გონია რომ ზღვისკენ რო გაექცა, იქ ღმერთის ნება არ იქნება და ზღვა ისე აღელდა და ისეთი ტალღები იყო, იძირება ყველა, ანუ გემი იღუპება. მე არ ვიცი რა წესები არსებობდა იმ დროს, მაგრამ წილი ყარესო იქ გემზე მყოფმა ხალხმა, ვის გამო, რის გამო. ანუ ვისი ცოდვა არის, რომ ჩვენ ვიღუპებით. ვის გამო ხდება? წილი ყარეს და რა ფორმით ხდებოდა ეს, ეხლაც კითხვის ნიშნად მაქვს და მიადგნე პირდაპირ იონას. იპოვეს, ვინც იყო. იქ ეხლა 1000 კაცი იყო გემზე თუ რამდენი იყო, მაგრამ როგორ იპოვეს ეს რაღაც მეთოდი არსებობდა, გამოკითხვის და ფორმის და მიადგნენ იონას. იონა გაყუჟული ზის. ვინ ახარ შენ ეუბნევიას? რატო გღუპავ? შენს გამო მთელი გემი ვიძირებით. ისმინეთ. შენი სიჯიუტის გამო შეიძლება ბევრს ძალიან ცუდი დამართო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შენი სიჯიუტის გამო შენ შეგიძლია ბევრ ადამიანს ჩაძირვისკენ უბიძგო და შენი პასუხისგებლობა ძალიან გასააზრებელი არის. იონამ უთხრა, ვინა ვარ მე და მე ღმერთის წინასწარმეტყველი ვარ უთხრა, მაგრამ ღმერთის ნებას გაურბი ვარ. და სენიოვნა შეხვარ შეიშალე ჭკუიდან, შენ ღმერთს გაურბი ხარ და ჩვენ გღუპავ? და იონამ უთხრა, ერთი შანსი არსებობს, რომ თქვენს გადარჩეს და მე გადამაგდეთ ზღვაში. და თქვენ არაფერი მოგივათ, იმიტომ რომ მე აქ რო ვარ, იმიტომ იძირება ეს გემი. გადააგდეს იონა ზღვაში. გადაყლაპა ვეშაპმა, იცით ხო ეს ისტორია ყველა მიცის ბავშვებსაც ასწავლია. და წერია იონა ვეშაპის მუცელში მიხვდა უკვე, რომ ყველა ცხოვრება მთავრდება და ჩემიც მთავრდება. და იონა ვეშაპის მუცელში დაიწყო მონანიება. წავალ ნინევიაში, მარტო წავალ. სიკვდილთან რომ მივიდა, თვალებში ჩახედა სიკვდილს. მე თქვა, ეხლა გამოყვები ღმერთო. აუცილებელი რა კიბო და კუბო, რომ ღმერთს გაყვე. ღმერთს უნდა გაყვე, შთაგონებული, რომ გეძახის და გეუბნ. შენ არ იცი რისთვის სჭირდება. წარმოიდგინეთ, მე ზოგჯერ ვიფიქრია, რომ არ გავყოლოდი ღმერთს. არც გორში არაფერი არის მსახურება რაც არის დღეს უყურებ დილასაც ჩავხდე და უკვე გუნდი მეცადინეობდა და საქმიანობდნენ იქ. აქაც ეს წამოწყება და რაღაც არის რაც შენგან უნდა რაღაცის გაკეთება. ნებისმიერი მსახურება რო აიღებ ვისაც რამს მოგიწოდათ ღმერთმა ის არ იქნებოდა. ის რო არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა. ვიღაცა ვერ იკურთხებდა, ანუ ღმერთი ვერ მივიდოდა იმ ადამიანებს და ძალიან ბევრი ცუდი გაკეთდებოდა. ყველამ კარგად ვიცით რომ ვეშაპის მუცელი სინამდვილეში სიტუაციებია. დღევანდელი სიმბოლიკა, რომ გადმოვიტანოთ ვეშაპის მუცელი, ჩავარდები ისეთ სიტუაციაში, რომ
სულს ხდის ის თუ შენ არ მოხვალ გონს და არ მოვალ გონს ჩვენ და არ ვეტყვით ღმერთო წავალ ნინევიაში. როგორც კი დაიწყო იონამ რომ წავალ ნინევიაში, თევზმა ამოაღებინა და ზუსტად ნინევიის პირზე. გავიდა ნაპირზე და შევიდა ნინევიაში და უთხრა აგერ ნინევე 40 დღეში აღარ იქნება. მეფეს უთხრა მე ნინევია იცოდ ხო ამ ხელა ქალაქი ამ ხელა სახელმწიფო აღარ იქნება 40 დღეში ღმერთმა თქვა თქვენმა ცოდვებმა მიაღწია ღმერთთან და ღმერთმა გამომგზავნა თქვა ნინევია აღარ იქნება უნდა მოინანიოთ. იცით რა მოხდა? 3 დღე და 3 ღამე არ აჭმევდნენ საჭმელს ცხოველებსაც კი არც ბავშვს ატარებს და დიდებს არავინ არ ჭამდა საჭმელს. მარხვა გამოაცხადეს გლოვა შეგვიწყალა ზეციურო ღმერთო რომ არ გააკეთო ის რაც შენ განიზრახე და ღმერთმა შეისმინა ნინევიაში ლოცვა და წყალობა რისკის მაგივრად წყალობა გაიღო ნინევის მიმართ. მაგრამ რა მოხდა მე ხედავთ რომ იონა წავიდა გაბრაზებული ეგონა რომ ერთი კი წავალ ვეტყვი ამათ მაგრამ რო გამოვალ იქიდან იქნებ ამობუგოს ბოლომდე და წავიდა ხის ქვეშ დაჯდა და სიცხისგან ხე გახმა რაღაცნაირად და ჩრდილი არ ქონდა და იონამ დაიწყო წუწუნე და ღმერთსეუბნა ღმერთო მე მეგონა რომ შენ გამაგზავრიდი ვეტყოდი და რომ გიყვარს ის ხალხი და ღმერთმა უთხრა შენ ერთ ხეზე ჩრდილი რო ვერ გაგიკეთა იმის გამო ხარ განაწყენებული და მე ამდენი ხალხი რომელიც შევქმენი და დაობადე და მოვავლინე ასე იოლად გავანადგურებდი მე მიყვარს და ღმერთი აკაჩვენებს რომ ღმერთი წყალობის მოყვარულია. ბიბლია გვაჩვენებს რომ რისხვა ეკუთვნის მაგრამ შანსებს აძლევს და აძლევს და აძლევს. ასე რომ მოდით ყურადღებით ვიყოთ. მე არავის ცუცა რო წინასწარ მეტყოლებ მაგრამ გახსოვთ პავლე მოციქული რომ მისდევდა დამასკოში ქრისტიანებს დასახოცად. ქრისტე გამოეცხადა და უთხრა პავლე, რატომ დევნი მე? მე შენ არ გდევნი უფალო, მე ვიღაცებს დევნი იქ რაღაც ნაზარეველთა გზას რომ ადგანან. ესეთი რაღაც უთხრა. დაიმახსოვრე პავლე, ძნელი იქნება შენთვის წვეთის წინააღმდეგ წასვლა. რა არის წვეთის წინააღმდეგ წასვლა? როცა ღმერთის ნებასე წინააღმდეგები წვეთზე ხარ, რაც უფრო მიაწვევი, შენთვისვე იქნება ცუდი. რაც უფრო ღმათ კიდე უფრო ბევრ პრობლემას და სირთულეს ნახავ. მაგრამ ეს რომ ასე არ იყოს, ღმერთი გვეძახის და გვეუბნება რომ მე შენთვის საუკეთესო მაქვს გამზადებული. შეგიძლია თვითნებობით გააგრძელო. ოღონდ ღმერთი სად იყო მაშინ, ღმერთო სად ახარ ჩემ ცხოვრებაში? დავიმახსოვროთ შემდეგი ჭეშმარიტება. ღმერთი იქ არის თუ შენ ხარ მასთან. მეორე ნეშტას მე-15 თავში როცა წინასწარმეტყველი გამოეგება ასას უთხრა ასა ღმერთი თქვენთან არის თუ თქვენ მასთან ხართ თუ მიატოვებთ ისიც მიგატოვებთ ეს თქვენი არჩევანია ღმერთი არავის ცხოვრებაში არ მოდის ძალით და ბოდიში ამ სიტყვაზე არ იტენება არავის თავზე არ ეხვევა მან თავისუფალინება მოგცა და გააზრების უნარი რომ შეგვეძლოს ვიმსჯეროთ რომ ვიცოდეთ ცოდვა უფრო ძვირფასია თუ ღმერთი რომელმაც მოგვიწოდა ჩვენ იმ წმინდა გზაზე რომელზეც უნდა ვიაროთ. რა შორს რომ არ მომიწიოს წასვლა საუბარში მოდით დავემორჩილოთ ღვთისნებას და ნახავთ იმ სიკეთეებს რომელიც ღმერთს მოაქვს ჩვენ ცხოვრებაში დრო და დრო გამოვლენილი სასწაულებით და ნიშნებით. ჩვენ ვიწყებთ გაგრძელება საუბრისას, როცა ღმერთი ადამიანს უწოდებს და ადამიანი ეთანხმება, რომ გაყვეს ღმერთის მოწოდებას, ღმერთი იწყებს მის გაწმენდას. გაწმენდა ნიშნავს, ჩვენ რომ მოვდივართ ქვეყნიერებიდან, ბირჟიდან, მე ბირჟიდან მოვედი ეკლესიაში. ბირჟიდან რას მოვიტანდი ახლა? ბირჟული მოვიტანე და ყველა მეორე სიტყვაზე ბილ სიტყვაობდი, მუდმივად ვიღაცას დავცინოდით იქ ბირჟაზე, სვავდით, ჩხუბობდით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახლავს იქიდან მოტანილ იმ ჭუჭხს, რომელიც მოდის, მაგრამ ღმერთი ვიდრე გამოგვიყენებს საქმისთვის, იწყებს ჩვენ განწმენდას. პირველ თესალონიკელთა მეოთხე თავის 3:7 მუხლებში წერია, ღმერთის ნება თქვენი განწმენდაო. და ღმერთი იწყებს ადამიანის ცხოვრებაში, როცა ადამიანი ეთანხმება, იწყებს მის ცხოვრებაში სულიერი განვითარების და გასაგებად გაზრდას. გაგიგიათ ესეთი სიტყვა, უზრდელი.
უზრდელი ფიზიკურად და მორალურად შეიძლება კი არ იყოს ადამიანი რომ აი უხეშია და რაღაცა ხმარობს რაღაც სიტყვებს და აკადრებს და კადროლობს რაღაცებს ადამიანი სულში შეიძლება იყოს უზრდელი ან გაუზრდელი ვერ გაიზარდა სულიერად და ქრისტემ თქვა მე ბევრი მაქვს თქვენთვის სათქმელი მაგრამ ვერ გაიგებთ გაუგებარი იქნება თქვენთვის იმიტომ რომ შენ არ გაიარე სულიერი საფეხურები და ნაბიჯები გასაზრდელად მე დღეს მინდა შევეხო სულიერი ზრდის იმ ეტაპებს, რომელსაც წერილი გვასწავლის, მაგრამ დასაწყისში თავიდანვე მინდა ვთქვა ასეთი რაღაც. ბიბლია ამბობს, რომ თუ გინდა, რომ მიაღწიო ღმერთთან, როგორც ღმერთმა მოგაღწია შენ უნდა იცოდე რა გზა მექნება გასავლელი. რა გზა იქნება იმისაც, რომ მივაღწიო იქამდე, როგორც მან მოაღწია და გადამარჩინა და მითხრა რომ გამომყევი მე. დასაწყისიდანვე ისევ მინდა ვთქვა არსებობს დედამიწაზე ორი კატეგორია ადამიანი ადამიანში დაბადებულები და ქრისტეში ადამიანში და ქრისტეში ღმერთი დედამიწაზე ხედავს ორ რასას ეს არ არის შავკანიანი და თეთრკანიანი ასეთი ვიწრო თვალებიანი და სხვა ფერადი თუ ღია ფერის კანის მატარებელი ორი ჯგუფია ადამიანების ან ქრისტეში ხარ ან ადამიანში ჩვენ ადამიანში დავიბადეთ ადამიანებად მაგრამ ღმერთი გვეძახის რომ ჩვენ წავიდეთ და გავხდეთ ქრისტიანები რომ გახდე ქრისტიანები ადამიანს უნდა დაუსვა წერტილი და ათვლის წერტილად გახდეს რომ გაყვე ქრისტეს გზას და ქრისტეს მოწაფეობას და ზუსტად ამ გზას ვირჩევთ ჩვენ როცა მოვდივართ უფალთან და უფალი გვეუბნება გამომყევით მე არის დღეს ბევრი მე მორწმუნე ვარ ბევრი ამბობს ბიბლია ამბობს რომ ყველაზე ძლიერი მორწმუნე არის სატანა ეშმაკი იაკობი წერს თავის წერილში რომ ეშმაკებსაც წამთო მაგრამ კანკალებენ ღვთის შიშით იმიტომ რომ მათ ღმერთის ნება არ აინტერესებთ როცა პიროვნება აქვს მე მორწმუნე ვარ ბევრს უნდა მე პერჯვარს გადავიწერ და ჩემი ცხოვრებით ცხოვრო მე მივალ სანთელს დავანთებ გამოვალ და მე ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ იცი ხალხს უნდა რომ თავარ რაღაცასთან არ კონდეს შეხება ჩემ ნებას არ შეეხო მე ჩემი ნებით უნდა ვიცხოვრო მე არ გადაუხო ჩემს ნებას ქრისტიანობა კი არის ღმერთის ნებით სიარული როცა საკუთარ თავზე და საკუთარ ნებას ამბობ რომ უქვემდებარებ მე ღმერთის ნებას და ღმერთი ყველა წვრილმანში თავის ნებას გვაგებინებს შენ ასეთ ფიქრობდი მაგრამ ღმერთი ასე გეუბნება მე როცა პიროვნებები მეკცევიან ცუდად, იცი როგორი სურვილი მაქვს ხოლმე და ნება, რომ იმ ადამიანებს გაუსწორო ანგარიში, მაგრამ ღმერთი მეუბნება, რომ უნდა ვაპატიო, დავივიწყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს არჩევანი, თვითნებობით მოიქცევით თუ ღმერთის ნებას დაუქვემდებარებთ საკუთარ თავს. სადაც არ უნდა ვიყოთ ოჯახში, სამსახურში სადაც არ უნდა წავიდეთ. დღეს მე ვიწყებ სულიერი ზრდის ნაბიჯებზე საუბარს. თუ როგორ მივახციოთ იმ დასახულ მიზანს და შენ უნდა იცოდე, მიდიხარ საერთოდ ამ მიმართულებით გეხარ თუ ჯერ არც კი შეუდექი ამ გზას. ბიბლია გვეუბნება, რომ ნუ დავრჩებით არასრულწლოვნები. ნუ ვიქნებით ჩვილები, იმიტომ რომ ჩვილები რძით იკვებებიან. სულიერი რძით, მაგრამ მაგარი საჭმელი სრულყოფილთათვის არისო, ვისი გრძნობებიც განსწავლულია კეთილის და ბოროტის გასარჩევად. თუ შენ გინდა ცხოვრებაში ორიენტირი სწორად დაიჭირო, როგორ მოვიქცე არ ვიცი, რა გადავწყვიტო არ ვიცი. ვერ გაიგებ მარჯვნივ წახვიდე თუ მარცხნივ, საცდურია თუ ეშმაკის ხაფანგი, თუ არ გექნება სულიერი ბაზა. თუ არ გექნება სულიერი მდგომარეობა შენსავე შინაგან კაცში. იმიტომ რომ ღმერთის მეფობა და ღმერთის სიმდიდრე სულიერობა და არა ფინანსურად მატერიალურად. ღმერთის სიმდიდრეს არ ეძახის ფინანსებს. ღმერთის სიმდიდრეს ეძახის სულის სიმდიდრეს და როცა ადამიანი სულიერი სიმდიდრის გზას ადგას, ის განვითარების გზაზე მიმავალი წინასწარ ვხვდება, რომ მე ამ კურთხევის თანაზე არ ვხვდები, რასაც ღმერთი მიმზადებს. მოდი წავიკითხოთ. ეს არის პირველი კორინთელთა წერილი 13 თავი. წერილი აი როგორ ხსნეს იცით ეს 13 თავი არის სიყვარულის თავსეძახიან 13 თავს მთლიანად და ხსნის დეტალებს ამის გარეშე რომ აზრი არ აქვს არაფერს ეს არის 13 თავი პირველ კორინთელთა კითხულობ მე თუ მე ადამიანებისა და ანგელოზის ენებითაც რომ ვლაპარაკობდეო
ისეთი მაგარი ადამიანი ვარ, რომ აი ყველაფერი შემიძლია და ანგელოზის ენით ვლაპარაკობ. სიყვარული კი არ გამაჩნია, მაშინ მჟღარულნა რვალი და მჟღერი წინწილა ვარ. წინასწარმეტყველება რომ მქონდეს, ყველა საიდუმლო რომ და ყოველგვარი ცოდნა რომ უწყოდეო, ყველაფრის პასუხი მაქვს, ყველაფერი ვიცი წინასწარ. სრული რწმენა რომ მქონდეს, ისეთი რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდიო. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო, მიათე და შესაძლებელი კი არია. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწველად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვსო. ეს მუხლები გვეუბნება, რომ თუ სიყვარულამდე არ მიხვედი, ყველაფრის აზრი დაკარგულია. თუ შენში სულიერი სიმწიფე, სიყვარული არის სულიერი დონე და სულიერი სიმწიფე. მე მინდა გითხრათ, რომ სიყვარულამდე მისვლა გზა არის გასავლელი და რომ მიხვიდე, რომ ის არ გქონდესო და იქამდე არ მიხვიდე, აზრი არ ქონია შენ ცხოვრებას მაშინ. ყველაფერი უაზრობა, გააკეთე რაც გინდა, ვითომ გააქვს რაღაცა ნიჭები, რომ აი ანგელოზების ენებით ლაპარაკობ, საიდუმლოებები იცი, ცოდნა გააქვს, რაღაცა ყველაფერი გამოგდის, მაგრამ თავარი რა არის? ბუნება არ გივარგა, ხასიათი არ გივარგა, შინაგანი არის მომსპარე. და როცა ადამიანი შინაგანად არ არის განვითარებული, მისი ყველაფერი რაც არ უნდა კონდეს და ვინც არ უნდა იყოს, რა ნიჭისა თუ რა გამოცხადების მატარებელიც არ უნდა, ყველაფერი არის არაფერი. არაფერი სარგებელი მაქვს, არარაობა ვიქნებოდი. და რამდენი სიტყვას ხმარობს პავლე მოციქული, აი ეს ყველაფერი არის ნოლი. მაგრამ პეტრე მოციქული მერე, იმიტომაც მინდა წერილი ერთი სულისაგან ნაკარნახევი, რომ პეტრე მოციქულმა გადაწყვიტა, როგორ მივიდეთ ჩვენ სიყვარულამდე, როგორ მივახციოთ სიყვარულის მდგომარეობას. ფილიპელთა წერილში პავლე მოციქული ამბობს, იქნებ მივახციო, როგორც მან მომახცია მე. და თუ შენ გინდა რომ ცხოვრებაში შედგე როგორც ქრისტიანი, არა იმით რომ სხვებს უკადაგებ მე ქრისტიანობას. მე შემიძლია ბევრს უკადაგო ქრისტიანობას, მაგრამ თავად არაფერს არ მოვადგენდე. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ სხვას დაანებე თავი, ყველა ჩვენგანი საკუთარი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. მე ნიმუში თუ ვერ გავხდი, ჩემი ენით არ არის საჭირო, რომ ყველას ჭკუა ვასწავლო და აქეთ-იქით ვარიგებდე, შენ იქით წადი, შენ აქედან მოდი. რომაელთა წერილში პავლე მოციქული ხაზგასმით და ნათლად ამბობს. სხვებს ნუ აკრიტიკებს, სხვებზე ნუ ლაპარაკობ, აიყვანე შენი თავის სტუდენტად. როგორ რომაელთა 21-22 პავლე მოციქულს, როგორ შენ სხვებს ასწავლე ჭკუას და საკუთარ თავს არ ასწავლე? ჩვენ ხშირად გვაქვს თემები სხვისთვის, მაგრამ წერილი ამბობს, რომ მომართე ეს შენსკენ. თუ ჩვენ თვითონე გავასამართლებდით ჩვენს თავს. პირველი კორინთელთა 11:31-32, თუ ჩვენ თვითონე გავასამართლებდით ჩვენს თავს, თუ ჩვენ თვითონე ვიმუშავებთ საკუთარ თავზე, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდებული ქვეყნიერებასთან. ამიტომ იცოდე, ღმერთმა დაძახებისას გითხრა, სხვაზე ნუ მუშაობ, სხვას შეფასებას დაანებე თავი, შენ შეფასებაზე იმუშავე, შენ როგორი ხარ და ღმერთი გაგვიყვანს ჩვენს წარმოსახვაში და სხვას კი არ დაგვანახებს, როგორი კარგი თუ ცუდი თუ ასეთია თუ ისეთი, შემოგვატრიალებს და გვეტყვის, შენ თავს შეხედე, სად ხარ? და როცა შევხედავ საკუთარ თავს ღმერთის თვალით, ჩვენ დავინახავთ, რომ ძალიან ღარიბები ვართ სულით. და ქრისტემ თქვა, თუ ეს დაინახე შენ, პირველი ნეტარება, მათეს მეხუთე თავის მესამე მუხლში ქრისტემ თქვა, ნეტარარი არ ვინ? სულით ღარიბნი. ანუ როცა იცის, რომ ძალიან ბევრი მაქვს მე ჩემ თავზე სამუშაო და სხვა რაში მჭირდება, მე ჩემ თავს უნდა მივხედო. ჩემი თავი მაქვს მისახედი და ეშმაკი აქეთ-იქით ყურადღებას ფანტავდა ჩემსას, რომ ვიღაცები იყვნენ დამნაშავეები თუ ვიღაცა და რაღაცა არის ყოველთვის მიზეზი. მაგრამ ყველაფრის მიზეზი არის ჩემი თავი, ჩემს შიგნით. და დავიმახსოვროთ. მეორე კორინთელთა 5:10 ამბობს, რომ ღმერთი განკითხვის დღეს, როცა მივალთ ქრისტეს სამსჯავროზე, ასე წერია. ყველა ჩვენგანი საკუთარი თავისთვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. ასე წერია, ყველა ჩვენგანი უნდა გამოცხადდეს ქრისტეს სამსჯავროს წინაშე და საკუთარი თავისთვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. დაანებე სხვას თავი, აფუჭებს, ცუდად იქცევა, ისე თუ შენი პასუხისმგებლობის ქვეშ არ იმყოფება და არ მუშაობ იმ ადამიანს, გაანებე თავი, იმიტომ რომ შენ ცუდ საქმეში შედიხარ, შენი თავი გავიწყდება და სხვაზე გადაგაქვს ყურადღება. ფოკუსირების მთავარი
საგანი არის და სფერო მე ჩემზე უნდა ვიფიქრო. ჩემ თავის ჩაობარებ ანგარის ღმერთს. ღმერთი არ მომთხოვს იაზე არაფერს. იამ თვითონ იმუშაოს თავის თავზე. სხვათა შორის არ ჩემ ცოლზე არაფერს არ მომთხოვს. იმის თვითონ მუშაობს თავის თავზე. არ ჩემ შვილებზე არაფერს, ისინი თვითონ იმუშაობენ. მე ვეუბნო იშრომე თქვენს თავზე, საკუთარ თავზე. როგორც ხვებს ასწავლე და საკუთარ თავს არ ასწავლე? პავლე მოციქული შეკითხვას ვაავს. ჯულის მცოდნე რო ხარ და ღმერთის კანონები იცი და სხვას ასწავლე. როგორც ხვებს ასწავლე და საკუთარ თავს არ ასწავლე? ეს შეკითხვა ნიშნავს, რომ დაიწყე საკუთარი თავიდან. ყველაზე კარგი ერთ მაგალითს მოვიყვან ახლა. საფრანგეთში თურმე იყო ასეთი სცენარი, რაღაცა თეატრალური სცენა იყო და ამ სცენაზე იმდენად კარგად თამაშობდნენ ამ სცენარს, რომ სიბნელე რო იყო და მარტო ნათდებოდა ადგილი, ერთ-ერთი პიროვნება იყო ცუდი როლის მოთამაშე და ისეთი როლი ითამაშა და შევიდა ღრმად ამ როლში, ბუნებრივად აკეთებდა ამ ყველაფერს და ისეთი ცუდი რაღაცა გააკეთა, პიროვნება გაყიდა, მერე ის ვიღაცა მოკლა სცენაზე, რაღაც ისეთი ის გააკეთა. დარბაზში იჯდა ერთი პიროვნება, ისე გამწარდა ამის გაკეთებულ საქმეზე, იარაღი ქონდა, აიღო იარაღი ესროლა და მოკლა სცენაზე. და უცბად შუქები აინთო და ამან რომ მიხვდა, რომ ეს შევიდა როლში ისეთნაირად, რომ ვერ მიხვდა, რომ თეატრში იყო და როლს თამაშობდა და მთელ საფრანგეთში რა გააკეთეს. მოასვენებდნენ ორივეს, ყველაზე კარგი მაყურებელი და ყველაზე მაგარი როლის მოთამაშე. რომელსაც დაკარგა რეალობა და მე იმან თავი მოიკლა. ის რომ მოკლა, მე თავიც მოიკლა, რომ მიხვდა, უიეს რა გავაკეთე. იცი რა დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე კარგი სტუდენტი და ყველაზე კარგი ლექტორი. ვინ? მე ჩემი თავისთვის. მე მინდა კარგი ლექტორი ვიყო. ქრისტე გამოისახოს ჩემში, იმდენი ვიმუშაო ჩემ თავზე და ვასწავლო ჩემ თავს. წერილი მასწავლის, მე და სულიწმინდა მოვიდა დასახმარებლად, რომ გვიკარნახოს შიგნით. ჩვენ გვესმის შინაგანი ხმა, სინდისის ხმა, სულიწმინდის ხმა გვესმის და რა კარგია, როცა შენ მოდიხარ და ყველაზე კარგი ლექტორი და ყველაზე კარგი მოწაფე. ვინ? საკუთარ თავს რო ასწავლე. იცით, კარგი იქნება თუ ამას გავაკეთებთ, ის კურნავს სულსაც, შვინვასაც და სხეულსაც. იმიტომ რომ სულის დაავადებიდან იწყება სხეულზეც გამოსული შემდეგი სირთულეები. თუ სულში ჯანმრთელი ხარ, ყველაფერს მოერევი მე და გარეთ, მაგრამ თუ სულიერად ადამიანი დაცემულია და ვერ ვითარდება და კიდევ ვიმეორებ, სულ ყოველთვის ვიღაცაა დამნაშავე. ადამმა პირველი რაც გააკეთა, თავისთავად კი არ დაინახა, რომ მე დავეცი და ღმერთს შევწოდე. ხომ არ ჭამეო იმხიდა ღმერთი ეკითხება თა. ხომ არ ჭამე იმხიდან მე რო ვაგიგზავნეო. შერო ევა მომეციო, ღმერთს დააბრალა. შერო ევა მომეცი, იმა შემაცდინა. ანუ ღმერთი და ევა ყოფილან დამნაშავეები, ადამმა რაც დააშავა. და დღესაც ჩვენ ცხოვრებაში ასეა. საკუთარ თავს რო ვერ ხედავთ. და დღეს როცა დავიწყებთ აი ამ ნახევარ საათში ვისაუბრებთ ამ თემაზე, საკუთარ თავს რო ვერ ხედავ, რა თქმა უნდა, სხვას დავინახავ მე. აი ცოდვის დაცემის მდგომარეობას და ისე რომ მე ყოველთვის სხვას ხედავ და ცოდვა მაჩვენებს სხვას. ღმერთი მე უნდა შენი თავი დაინახე. შენ თავს შეხედე, შენ თავზე იმუშავა. და რაცა ჩვენ ამას ვაკეთებთ, ღმერთი კურთხევით გვეწევა. ამინ. მოდი დავიწყოთ, რომ სიყვარულის გარეშე ყველაფერი არაფერია. მეორე პეტრეს პირველი თავი, პეტრე მოციქული, მეორე წერილში დაწვრილებით აგვიღწერს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა ვიცხოვოთ. ჯერ მისალმებიდან დავიწყოთ. სიმონ პეტრე იესო ქრისტეს მონა და მოციქული მათ ვინც მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა რუსთავში, მე სვავ სიტყვას უბრალოდ აქ, რაც ჩვენი ღმერთსა და მაცხოვარუფალ იესო ქრისტეს სიმართლით მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღმერთსა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში. ისე როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივეო. გვაქვს ყველაფერი მოცემული ღმერთისგან, რაც სიცოცხლე და ღვთისმოსაობასაც გვჭირდება. მისი შეცნობით ვინც მოგვიწოდა და დაგვიძახა გამომყევით მე თავისი დიდებისა და სათნოებაში.
რომლის მეშვეობითაც მოგვენიჭა და უკვე გვაქვს მოცემული უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი შეპირებები ღმერთისგან, რათა მათ მიერ გახდეთ რა ღვთის ბუნების ზიარნი. ცოდვის ბუნების ზიარი და ეშმაკის ბუნების ზიარი კი არა, ღვთის ბუნების ზიარნი და განერიდეთო ქვეყნიერების გულის თქმებს გახსნილებას. და მეხუთე მუხლიდან იწყებს. თუ მორწმუნე ხარ, ამისათვის ეცადეთო, ამის გამო რომ ღმერთმა მოგცა ეს აღთქმები, რომ ღმერთს ჩვენთვის ფულის მოცემა კი არ უნდა, ნივთის მოცემა კი, ბევრი ზოგს გონია რომ ღმერთი ეს არის წყარო, საიდანაც მატერიალური უნდა ავიღო ბევრი. ღმერთს ყველაზე ძვირფასი რაც უნდა მოგცეს, იცით რა არის ეს? ჯერ მან ქშვა ქრისტეში, ასე წერია სულში და ეხლა გვაძლევს ბუნებას. ყველაზე ძვირფასი არის ბუნებით იყო მდიდარი. და ღმერთი, რომელსაც ლაპარაკობთ, ჩვენის სულით მდიდარი ღმერთია და ბუნებით მდიდარი ღმერთია. და როცა ის გეუბნა, მე მინდა გაგიზიარო რა, ოქრო, ვერცხლი, ან ნივთი, საგანი, მანქანა, სახლი არა, ღმერთი გეუბნეო, რომ შენ კარგად გავიგოთ ერთ სიტყვას ვეხმარ. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ ვართ მაცდური გაფუჭებული გულის თქმებს ამყოლნი. გაფუჭებული როცა არის ადამიანი, მე მინდა ჭამო, ბევრი ჭამო, ბევრი, აუ ჭამა, მარტო ჭამა. იცით, ეს მუცელ ღმერთობაა, ბიბლია ამას მუცელ ღმერთობას ეძახის. მე მინდა სახლი, მე მინდა ის მქონდეს. ღმერთი ამს შენ მატერიალურს ხარ გამოკიდებული, შენ სულ სხვა რამეს ყურია. შენ შიგნით სხვა რამეა საჭირო. როცა ამას მიიღებ, ეს ყველაფერი მოგეცემათო ქრისტემ თქვა. მერე ყველაფერი გექნება, სახლსაც აქვს აზრი, მანქანასაც, ნივთსაც, ფულსაც, არავინ არ უარყოფს ჩვენ ცხოვრობთ მატერიალურ სამყაროში. ჩვენ არა ვართ შიზოფრენიკები და რაღაცა ისეთი ისინი არ გვჭირს და დავფრინავთ სადღაცას და აი მიწაზე არ გვიდგია ფეხი. პირიქით, ცხოვრობთ ამ მიწაზე. და შეგვიძლია იმ სიკეთეებს ვეზიაროთ, მაგრამ თუ შინაგან სამყაროში არ მიდის პროცესი სწორი განვითარებით, მაშინ ყველაფერი ის სიკეთეები არაფერია და გემოს და აზრს კარგავს და ხშირად ის სადაო და საკამათო ხდება იმ სიკეთეებთან ერთად ცხოვრება და არეულდარეულია ყველაფერი თავდაპირველი. ნახეთ პეტრე მოციქული ამბობს, ეხლა გირჩევთო, რომ ამ გზით წახვიდეთ. ამისათვის ეცადეთ ყოველი ღონე იხმაროთ, წარმოაჩინოთ თქვენს რწმენაში. თუ გაქვს რწმენა, წარმოაჩინე. ვიკავ. უყურებ ხო რომელ ადგილს ვკითხულობ? აი, მინდა რომ წარმოაჩინო შენს რწმენაში. რა უნდა წარმოაჩინოთ და 7 რაღაც არის აქ ჩამოთვლილი. 7-ვეს არსებითი მნიშვნელობა აქვს. წარმოაჩინეთ თქვენს რწმენაში სათნოება. სათნოებაში შემეცნება. ნახეთ, სათნოება ძველი ქართული სიტყვაა. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაც. როცა ბიბლია ითარგმნებოდა ჩვეულებრივ ენაზე, მღვდლებმა ყველაფერი გააკეთეს. მე არ ვიცი კონკრეტულად მათ სახელი და გვარი, მაგრამ როცა დაპატიმრებული იყო, თანამედროვე თარგმანი უნდა გაკეთებული იყო, მათ თქვეს, რომ ჩვენ უნდა ჩავსვათ აუცილებლად ძველი სიტყვები. ძველი ქართული ენის სიტყვებს თუ არ დავტოვებთ რამოდენიმეს, მაინც იცოდეთ, რომ ჩვენ არ მივცემთ, არ ვაკურთხებთ და არ გავცემთ კურთხევას იმაზე, რომ გამოც. აი მაგალითად, რომელი სიტყვები შეხვდებათ ჩვეულებრივ კითხულობ სახარებას და რა სიტყვები შეხვდება. რამე თუ, რომელმა, ყოველივე, დღევანდელ დღეს, სასუფეველი, თანანადებნი, სასოება. იცით, ვერ იგებს სასოებას, მე თვითონ ვერ გებულობ და ვიღაცა რომ პირველად კითხულობს, როგორ უნდა გაიგოს პეტრე რაზიამოს, რომ წარმოაჩინა თქვენს რწმენაში სათნოება. სათნოების აზრს მე ვერ მივდივარ, რას გულისხმობს ეს სიტყვა. სინამდვილეში ეს სიტყვა არის სათნოება, როგორც ქველმოქმედება, კეთილი ბუნება. გაიგეთ რომ განსხვავება, როცა გებულობ რომ ამ თარგმანში ეს თითქოს ნაგულისხმევია ძველ ქართული ენით, მაგრამ თუ ვერ გავიგე, გინდამით თუნდაც როცა ვიღებთ მაგალითად და მოგვიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენც მიუტევთ თანანადებთან ჩვენთან. მოგვიტევეთ ჩვენი წოდები ისე ღმერთო, როგორც ჩვენ მიუტევთ შემწოდებს ჩვენს მიმართ. ეს აზრი იგულისხმება, მაგრამ მე წლები დავდიოდი ეკლესიაში და თანანადებნი ვითარცა ჩვენც მიუტევთ თანანადებ ისე მოგვიტევე ღმერთო ჩვენი წოდები, როგორც ჩვენ მიუტევთ სხვებს. ამას ქრისტე ამას ასწავლიდა. სასუფეველი. სასუფეველი რა არის? ძველი ქართული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ღმერთის სამეფოს. ღმერთის მეფობას და ღმერთის მეფობა შინაგანში ხდება. და როცა სასუფეველი ცათა, ადამიანი სადღაცას გადადის მე არ ვიცი ილუზიურ სამყაროში, სასუფეველი, მაგრამ რეალობას წდება და ძველმა ქართულმა ბევრი რაღაცა დაგვაკარგინა გაგებისთვის. ამიტომ
მნიშვნელობა აქვს, როცა რაღაცას იღებ, რომ ცხოვრებაში უნდა გამოიყენო როგორც ღმერთის სიტყვა, ასე უნდა ვიცხოვრო, უნდა იცოდე კარგად, რა იყო იქ დაწერილი და რა იგულისხმებოდა. აქ პეტრე მოციქული ამბობს, რომ ყოველი ღონე იხმარეო. რას ნიშნავს ყოველი ღონე? ყველაფერი გააკეთე იმისაც, რომ თუ რწმენა გაქვს, წარმოაჩინე შენს რწმენაში. რა უნდა წარმოაჩინო? რუსულში წერია დაბრაძეწელ. კეთილის მოქმედი. ქრისტიანობა იწყება იმით, რომ ქრისტეზე როცა არის ლაპარაკი, ის იყო კეთილი. ქრისტიანობა ვერ დაიწყება რაღაცები. თუ შენში კეთილი ბუნება არ ვითარდება, შენს დაიტანჯები და სხვასაც დატანჯავ. ჩვენ ადამიანებს ღმერთმა გვითხარა, რომ დავეპატრონოთ ზღვაში, თევზს, ცაში ფრინველს, დედამიწას, რათა იბატონოსო მასზე, მაგრამ არა ერთმანეთზე. ღმერთს არ მოუწია უფლება ადამიანებზე ბატონობის. არავისზე. მაგრამ აქ, როცა პეტრე მოციქულს ყოველი ღონე ეხმარა, ადამიანები ერთ-ერთი დაავადება, ცოდვილი ბუნების დაავადება, იცით რა არის? რუსულ სიტყვას ვიხმარ, უფრო ადვილად გასაგები იქნება, ვიგოდნიკი, გაგიგიათ? ანგარი ქვია ამას. ყველაფერს იმით უაკეთებ, შენგან რაღაც სარგებელი ნახოს. თვითონ კი არ არის ბუნებით ქველმოქმედი. ყველას და ყველაფერს იყენებს, რომ თავი თვითონ მიიღოს. მაგრამ ქრისტიანობის გზას შემდგარი ადამიანი ყველას და ყველაფერს ემსახურება, რომ კურთხევად გაუხდეს ადამიანებს. აკურთხოს ადამიანები, დალოცა ხელი გაუმართოს. შინაგანად არის მისი ბუნება ამ მიმართულებით განვითარებული. დაბრაძეწელ, კეთილის ბუნების მატარებელი, კეთილის იცოდეთ რომ როცა კეთილის ბუნება ვითარდება შენში, არც მე ზედმეტი მომდის ხოლმე ზოგჯერ ეს კეთილი ბუნება, ჩემი ბავშვები იცნობდნენ ხოლმე კიდევ ადრე როცა მანქანები და ის არ იყო ისე მე კაი მანქანით დავდიოდი მაშინ გრანდესი მყავდა, კარგი მანქანით ითვლებოდა მაშინ. რო შემოუხვევდი თბილისში და მოვდიოდით რუსთავისკენ მომავალს რო ხედავდი ნაცნობი თუ იქნებოდა მომყავდა ხოლმე. და იცინოდნენ ჩემები, აუ გაუჩერე ყველას. იცით, თუ არ ქსიამოვნებ სიკეთე შენ პირველივე საფეხურზე უკვე დატორმზებული ხარ. დამოხრჭებული ხარ, გაჩერებული ხარ. შინაგანად არ ხარ დაბრაძეწელი, არ ხარ კეთილი და ქრისტიანობაზე რაღაც ლაპარაკო, საიდღა უნდა წახვიდე იმის იქით. თუ შენ რაღაცა ცოდვილი ბუნების, თუნდაც იყოს მომხოჭელი ბუნება, ბიბლიას ყოველი ღონე იხმარო, ჯვარსაცო ცოდვილი ბუნება და თუ გინდა წინ გაგინათდეს თვალებში და რაღაცები დაინახო, უნდა დაიწყო ბუნებით, უნდა იყო კეთილი. ნახეთ, ერთ ადგილს წავიკითხოთ თვითონ ქრისტე ასწავლიდა, ეს არის მათეს სახარება, მე-6 თავი. როცა დაინახავენ ისინი. ერთი წუთით, ნახოთ, მე-5 თავის მე-16 მუხლე. მათეს 5:16. მოდი მე-14-დან წავიკითხოთ. თქვენ ხართ მსოფლიოს სინათლე, ქრისტიანობს. თქვენ ხართ მსოფლიოს სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქს დაფარო არ შეუძლია. სანაც რომ აანთებენო არ დებენ ჭურჭლის ქვეშ, არამედ სალამპრეზე, რათა ყველას უნათებდეს. მე უკვე ეუბნება. ასე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე. ღმერთო, ციცინათელები ვიცი რომ ანათებენ, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა ვანათებდეთ არ ვიცი. ასე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. დაიწყე კეთილი საქმეებით, თუ გინდა განვითარება. მე უანგაროდ ვემსახურებ ხოლმე ადამიანებს და უკეთ ნახეთ რა ხდება. იმას სიკეთეს უკეთებ, მე ბუნებას ვივითარებ. ღმერთს ვასიამოვნებ, რაც მითხრა, ასე წავდიო და იქით მივდივარ. მე ვიხარჯები და ბედნიერი ვარ ხოლმე. ფიზიკურად დავიღალე, ფინანსურადაც, ზოგჯერ არ ვიცი, გამოდრო დავხარჯე ძალიან ბევრი, მაგრამ რატო ხარ შენ კმაყოფილი და ბედნიერი? იმიტომ რომ შეუდექი ქრისტიანობის გზას რა, ქრისტემ თქვა, ასე ანათებდეს თქვენი სინათლე. როგორ ღმერთო? აი ასე. როგორ ასე? რათა ადამიანები ხედავდნენო თქვენს კეთილ საქმეებს. და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. უნდა გააკეთო, რომ დაინახო, რომ ადამიანს რაღაცა ჭირდება, კი არ უნდა ახვეწინო, კი არ უნდა ამუდარო და მზად უნდა იყო ყველა კეთილი საქმისთვის. კიდევ ერთ ადგილს ავიკითხავ. ეს არის ტიტეს სერელი. ტიტეს სერელი პავლე მოციქულმა მისწერა თავის მოწაფეს ტიტეს. და ეუბნება, ტიტე, მე-14 მუხლი.
რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის ქრისტეზე ლაპარაკი რომ გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან რაც კი ამ ქვეყანაზე არსებობს და განეწმინდაო თავისთვის განსაკუთრებული ხალხი და ხაზს უსვავს კეთილი საქმეების მოშურნე უნდა გიხაროდეს კეთილი საქმე საქმეოც ქულთა 25 ამბობს ქრისტემ დაგვიტოვა სიტყვაო და თქვა უფრო ნეტარია აძლევდე ვიდრე იღებდა რა ნეტარება არის როცა აძლევ მდიდრდები სულიერად შეიძლება ნივთი გაეცი ნივთი შენ სულში ხო არ შედის რაღაცა სალფეტკი მიაწოდე აჰა და დაჭირდა უფლი მოიწმინდა რაღაც გამოიყენა შენ როცა გაეცი უფრო ნეტარია აძლევდე იმიტომ რომ შიგნით სხვა პროცესი მიდის და შენი პიროვნება მარადიული სამოსელით იმოსება და მდიდრდება ესენი ყველაფერი დარჩება რაც ამ ქვეყნად ვიდრე დრო გვაქვს აი წაღანი ელაპარაკობდა ვიდრე დრო გვაქვს გალატელთა მეექვსე თავი სიკეთე მოვიმოქმედოთო ყველასათვის სანამ ღმერთი შანსს და შესაძლებლობას გვაძლევს რომ ქველმოქმედება და კეთილის კეთება ეს არის ჩვენი მოწოდება ანუ პირველი ნაბიჯი რასაც მე ვლაპარაკობ ეს არის შენი დანიშნულება ყოველი ღონე იხმარე აბა დამანახო მართლა ქრისტიანი ხარ თუ არა ქრისტიანად ვერ ჩაითვლება ადამიანი ვინც ამ წესით ცხოვრობს შეხედეთ მე ნელა უნდა არ მინდა 7-ვე ნაბიჯზე ვიჩქარო ძალიან იმიტომ რომ შინაგანად მაქვს ღმერთის გარო ყველაზე სათითაოდ და თანმიმდევრულად გავიარ თუ დღეს ვერ მორჩებით არაფერი საფრთხე ამაში არ არსებობს გავაგზავნებ შემდეგ კვირას მაგრამ უყურეთ 1 კორინთელთა მე-5 თავში პავლე მოციქული იქ უხსნის ცოდვებთა ჩამონათვალს მორწმუნეები თუ კი რჩებიან მე მორწმუნე ვარ და გაიხედა და წუმპეში ზის იქ და ცხოვრობს ცოდვაში და ერთ-ერთ ჩამონათვალში ეუბნება დიდ ცოდვებს უთulis და ეუბნება ადრეო გეუბნეოდითო თქვენ რომ არ იქონიოთო მოზიარეობა მე წერილში გწერდითო 1 კორინთელთა მე-5 მე-9 მე წერილში გწერდით რომ არ იქონიოთ ურთიერთობა მეძავებთან ან მრუშებთან არ გქონდეთო ურთიერთობა მაგრამ ქვეყნიერების მრუშებთან კი რომ უნდა მოაქციო რწმენის გზაზე იმასთან დიახ უნდა მიხვიდე უკადაგო შეაგონო მოუწოდოთ დატოვოს თავისი გზა და მოbrუნ არაო მე გწერდითო რომ არ იქონიოთ ურთიერთობა მეძავებთან სხვაფრივ ასე საერთოდ ქვეყნიერების მეძავებთან და ანგარებთან მტაცებლებთან კერპთაყვანისმცემლებთან კი არ მაშინ უნდა გასულიყავითო ქვეყნიერები და იმიტომ რომ ჩვენ სირგვლივ ასეთები ბევრნი არიან არამედ გწერდითო თქვენ რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან ვინ ძმად იწოდება აქ ჩვენ ძმა რო წერია იგულისხმება ჩვეულებრივი მორწმუნე დაც და ძმაც ვინ ძმად იწოდება მაგრამ რჩებაო მეძავია ან ანგარიაო ან კერპთაყვანისმცემელია ამ დაცემელი ჩვენ გვაინტერესებს აქ ანგარია მე წერია ვინაიდან მე რატო უნდა გავსამართლო სხვისგან ასეთებთან არც კი ჭამო პავლემ თქვა მისი ტანის სამოსიც კი შეიზიზღე და ასეთებთან არც კი ჭამო ვიზე აქ ლაპარაკი ანგარი სიტყვა ნიშნავს ვიგოდნიკს შენგან შენი გამოყენება ისე ტექნიკურია რომ შენ ქველმოქმედი კი არ არის ბუნები და ეს არ არის დაბრაძეწელი ის არ არის კეთილის ის მზად არის რომ შენგან რასარგებელი ნახოს და ასეთებთან არც კი ჭამო საჭმელი გამონათქვამი არსებობს ასეთი პური ყველას აჭამე მაგრამ პური ყველასთან არ ჭამო არიან ადამიანები ვისაც უნდა აერიდო და თუ ვინმე თulis რომ აი მე დღეს ახლა მსოფლიოში ურწმუნო აღარავინ არ დარჩა მე მორწმუნე ვარ ამ თუ ამბობს რომ მორწმუნე ვარ სად არის მისი ბუნება ქველმოქმედების რომ მზად არის უანგაროდ გააკეთოს სიკეთე სხვისთვის და ემსახუროს ადამიანებს ღმერთის გამო იმიტომ რომ წერილი ამბობს რასაც აკეთებთ შეხედეთ ვისაც ეს რწმენა არა აქვს რა თქმა უნდა ცუდი გზით მიდის კოლოსელთა 3:23 ყველა მივიცდეს მუხლები წერია რასაც აკეთებ გააკეთე როგორც ღმერთისთვის კი ადამიანს უკეთებ იმ დროს მაგრამ გააკეთე როგორც ღმერთისთვის იმიტომ რომ ღმერთო მე მინდა რომ შენ მოგეწონოს მე ამ ნაბიჯს რო დგა და რა მე მკვიდრეობას მიიღებთ უფლისაგან საზღაურად ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით იმან დაინახა თუ არ დაინახა შეიგნო თუ ვერ შეიგნო მე მაქვს აღთქმა ღმერთისგან რომ შენ გექნება ჩემგან საზღაური მე მკვიდრეობას მიიღებ უფლისაგან საზღაურად იმა რა უნდა მომწეს ისეთ რომ ამას ჯობდეს კოლოსელთა 3:23 არის როგორი მუხლები იცით რომელიც უნდა წაიკითხო მე რასაც გავაკეთებ ადამიანმა დაუნახაობის ცოდვაში რომ დაიხჩოს თავი და ვერ დაინახოს რა გამიკეთებია მიმისთვის ჩემთვის არაფერის დანაკარგი არ იქნება მე არაფერს არ ვკარგავ
თუმცა კარგი იყო რომ დაენახა და შეეგნო და დაეფასებინა, მაგრამ თუ ვერ მოხდა ასე, ზოგჯერ არის რომ მე იმდენი გამიკეთებია და ვინ დამინახა და ეს უკვე დაყვედრების სოდაა, როგორც დაუნახაობის სოდაა. მე არავის არაფერს არ დავაყვე, რატომ იცით? ადამიანებისგან არ ველოდები წერილი ამს, რომ მე მკვიდრეობას მიიღებ ფულისაგან საზღაურად, ვინაიდან ამის კეთებით რომ შენ უფალს ემსახურები და თუ მე უფალს ვემსახურები, თუმცა ადამიანებთან ვაკეთებ ამას, უფალი მპირდება, შენ იქით სად იყურები, ჩემსკენ იყურებ, მე მოგცემ საზღაურს და საზღაური იქნება მე მკვიდრეობა უფლისაგან. ამინ. ეხლა ერთი ადგილი უნდა წავიკითხო, რომელიც მიგვითითებს ზუსტად აი ამ ქველმოქმედების, ბუნების განვითარების ძალიან დიდ მნიშვნელობაზე. შეხედეთ, ეს არის ეფესელთა წერილი, მეორე თავი, ყველა მიცის მერვე მუხლი, მეცხრე და მეათე მუხლი არის ჩვენი ფოკუსირების საგანი. უყურეთ. ეფესელთა მეორე თავი, ყველამ კარგად იცით, რომ მერვე მუხლი არის მადლით ხართ გადარჩენილები. ნახეთ როგორ წერია. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილ, ანუ ღმერთის სიკეთით გადარჩითო. ქრისტე მოვიდა ჩვენს გადასარჩენად და უკვე ვართ, კი არ ვიქნებით გადარჩენილები, ვართ გადარჩენილები როგორ მადლით, რწმენით, რწმენის მეშვეობით და ეს თქვენგან არა, ღმერთის საჩუქარია, ასე წერია. ქართულში წერია ნიჭია, მაგრამ რუსულში დარ, ეს არის საჩუქარი. არა საქმებით, რათა არავინ დაიქვეყნოსო. მაგრამ მეათე მუხლს დაუკვირდი, ძალიან ძვირფასი მუხლია. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთო. ჩემი მასწავლებელი იცით, დერიკ პრინსი, მე აი რომ დაგბურჯგლავს ხო არის სულიერობაში რაღაც შეგეხება. როცა გავიგე პირველად აქ რა იგულისხმება. მეათე მუხლში მისი ქმნილებანი ვართ. იცი რა სიტყვა არის გამოყენებული ქმნილება? მისი შედევრები ვართ. ორიგინალში წერია შედევრი. ორიგინალური შედევრი ხარ. ღმერთი არ გიყურებს რომ შტამპოვკას. აი ასე, ციცილებივით შტამპავენ, რომ ერთი ცხრებივით და საკათმეში რომ გაიხედა და ყველა ერთნაირი რო. არა, ყველა ორიგინალურია. მისი შედევრები ვართ მის მიერ ასე შექმნილად. და ღმერთი გვიყურებს, მე შენ გიყურებ ძალიან მდიდარს, ბუნებით მდიდარს. შენ ჩემი შედევრი ხარ, ღმერთი ამბობს. რისთვის? რისთვის ახარ შენ მის მიერ კეთილი შექმნილი კეთილი საქმეებისათვის. ეს შედევრი შექმნილია კეთილი საქმისთვის. ხალხი ვერ ხვდება, რატომ უნდა გაუკეთოს სიკეთე სხვას, არაფერი რო არ გინდოდეს იქიდან. ამისთვის ვარ შექმნილი. ეს არის ჩემი უნიკალურობა, ჩემი ორიგინალურობა, ჩემი განსაკუთრებულობა და ყველა რომ ამ ბუნებით ვითარდება, შეხედეთ, ჯერ პირველ საფეხურს შეუდექით ჩვენ და ღმერთი რამდენს გველაპარაკება და გვასწავლის და გვეუბნება რომ შენ ჩემი ძვირფასი ამორჩეული ჭურჭელი ხარ, ჩემი შედევრი ხარ, საიდანაც მე დიდებით უნდა გამოვჩნდე. და ღმერთი იწყებს პირველი დიდების ნაწილის გამოვლინებას, რომ შექმნილი კეთილი საქმეებისათვის. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, მეათე მუხლი. აი ეს ქმნილებანი ვართ, ნიშნავს მისი შედევრი ვართ. რისთვის? ქრისტე იესოში შექმნა ღმერთმა შექმნილი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ. აი ეს საქმეები წინ დაგვხვდება. ამ საქმეებით უნდა იარო. ეს საქმეები უნდა გახლდეს თან, იმიტომ რომ რწმენა ბიბლია ამბობს, საქმეთა გარეშე მკვდარია. ბევრს მე მაქვს რწმენა. ამას ვერავინ ვერ ხედავს. იაკობის მეორე თავს თუ ავიღებ, ჩვენ იქ ვიცით, ახლა მე არ მინდა ამას დაწვრილებით შევეხოთ, ჩვენ დრო გრჩება ცოტა. იაკობი ამბობს, რომ ბევრს მე მაქვს რწმენა. ყოველი ღონე ეხმარე წარმოაჩინო შენს რწმენაში. წარმოაჩინე შენი შედევრობა, აბა რაში გამოიხატება. რომ შეგიძლია ადამიანს აი ბოლომდის უერთგულო, ბოლომდის სიკეთე უკეთო და თან ბედნიერი იყო, თან დაიხარჯო, თან გამოიწვ, მაგრამ აღფრთოვანებული წამოხვიდე. ეს რა სწავლება, ეს რა გაგება, ადამიანები ბაშინარიან, ბედნიერები რო იტენიან ჯიბეში, როცა მომე ბევრი და როცა ადამიანი თავს იმარხავს, ადამიანი როცა ასე იკეთებს თავისკენ, მაგრამ უფრო ნეტარი აძლევდა, ვიდრე იღებდა. ვიხსენებთ შოთა რუსთაველის სიტყვებს ისე რასაც აგასცემ შენია,
რაც არა დაკარგულია. ეს არის ჭეშმარიტება. ეს არის წერილის საფუძველზე ნათქვამი სიტყვა და ნეტარია ეს კაცი, ვინც ეს იცის და ამას გააკეთებს თავის ცხოვრებაში. ამინ. ამინ. დაუბრუნდეთ პეტრეს მეორე საფეხურს. დღეს მეორე საფეხურის მივალთ და გავაგზავნებთ შემდეგში. მეორე პეტრეს პირველი თავი. პეტრე მოციქული ამს რომ წარმოაჩინე, ყოველი ღონე იხმარე, წარმოაჩინო თქვენს რწმენაში. და მე რეუბნება. ამისათვის ეცადეთ ყოველი ღონე იხმარო, წარმოაჩინო შენს რწმენაში რა სათნოება. ღმერთო ვერაფერი ვერ გავიგე. ამდენი წელი მორწმუნე ვარ და სათნოებას რო ვკითხულ ფაზრს ვერ ვაყოლებ. გაგიგიათ დიდ მომკალიო რო იტყვია ხოლმე. ვერ გემ, მაგრამ როცა გებულობ რომ აქ კეთილი ბუნების განვითარებას და იყავი კეთილის მკეთებელი, კეთილის გამცემი, შენგან გავიდეს სიკეთე სხვის მიმართ. აი ასე უკვე სწორად ვითარდები. იმიტომ რომ თესავ შენ გაცემისას და აუცილებლად მოიმგე. და იმახსოვრეთ ნოეს სიტყვები. ეს არის დაბადების 22. სანამ დედამიწა არსებობს, თესვამ არ შეწყდება. თუ ნათესი გექნება, დაელოდე მკასაც. სანამ დედამიწა არსებობს, ხო ჯერ ისე. მე ვცდილობ ხოლმე თესო და სწორ ადგილებში თესო, დროულად თესო. მაგრამ სანამ დედამიწა არსებობს, თუ შენ თესველი იქნები, მკასაც ნახავ. არ წახვალ ამ ქვეყნიდან უდროოთ, რომ დათესილი გაქვს და ვერ მოიმგე. ღმერთი მოგცემთ დროს, რომ კაშით შეხვიდე. და ყოველი ღონე იხმარეთო, წარმოაჩინო თქვენს რწმენაში ეს სიკეთე. მე წერია სათნოებაში, როცა ამაში მოძრავ და სულ კეთილი ხარ, თქვენ მოქმედი ხარ და ყველასთვის გინდა კარგი და ყველას ლოცავ და აკურთხებ და შენი ქმედება დადებითი ბუნების განვითარება შემეცნება, სათნოებაში შემეცნებაო. აქაც არ არის ბოლომდე, ესეც ძველი ქართული სიტყვა შემეცნება. დღეს მე მინდა რომ შევიმეცნოთ ეს რელიგიური რაღაცა ზოგჯერ მე რასელისტები შეიძლება უფრო გამახსენოს ახ შემეცნებაში ჩვენ უნდა აზრი ვერ გავიგე და გამაგებინეთ ადამიანურად რა იგულისხმება აქ. ცეთ რუსულშიც და ორიგინალში წერია. რუსულში არის ასეთი добродетельность, рассудительность. Рассудительность ნიშნავს რომ ცოტა აზრით დააყოლე, ეს კი არ ფლანგო და ყარო. მე მინდა ჩემი გამოცხადება გითხრათ. ერთხელ ლოცულობ და ღმერთსეობნე ღმერთო მინდა რომ შენთვის ვიყო აი გამოსადეგარი ყველა კეთილი საქმისთვის, ხო? აი განწმენდაზე რო ვლაპარაკობთ, როცა განწმენდაზე ვლაპარაკობთ. მეორე ტიმოთესეროში 2:21 მუხლებში წერია რომ სახლში არ არის მარტო თიხის და რკინის ჭურჭლები და ასე შემდეგ, რომ არის ოქროს, ვერცხლის და სხვა ვინც ამადგან გასუფთავდებაო, ის იქნება სახმარი ჭურჭელი, როგორ ხელმწიფესათვის ყველა კეთილი საქმისთვისო. თუ ღმერთმა გინდა გამოგიყენოს ყველა კეთილი საქმისთვის, მაშინ უნდა განიწმინდო შეხედულებებში. აი აქ. აი ეს არ მოსახლეობა უნდა გაწმინდო. ერთხელ ლოცულობ და რაღაც ქველმოქმედება. ეშმაკ შეუძლია გაყრევინოს მარჯვნივ და მარცხნივ და ეს არ იყოს ქველმოქმედება. და ბრიხულად გაგდიოდეს და მე რეიძახდა ღმერთო რატო არ თესვა არ ნიშნავს გზაზე ყრას. თესვა ნიშნავს ნიადაგზი, უნდა მოძებნოს ადამიანმა, კარგი ნიადაგი ჩათესოს და წამოათო. გზაზე რო დაყაროს, მე ხო დავთესე, არც ეკლოვანში უნდა დათესო, არც კლდოვანში, არც გზის პირას. იმიტომ რომ ბიბლია გომნა უნდა მოუძებნოთ ნიადაგი და სწორ ნიადაგზე ვთესოთ. თორემ შენ შეიძლება ყარო და თქვა მე ვთესე. და რო არ იქნება შემოსავალი, და რო არ იქნება სიკეთე და ფესს ვერ გაიდგავს. მე ადამიანები ღმერთს ემდურიან, თვითონ წინამდვილეში ვერ მიხვდნენ. რასთან კონდათ საქმე. ნახეთ, აქ სიტყვა გამოყენებულია შემეცნება. შემეცნების ადგილზე ჩვენ და გვესმოდეს რომ აქ არის გაგება იმისა თუ მე სად უნდა ვიყო ქოლმოქმედი. სად უნდა ვიყო და მე უნდა ვიყო და არა ვიღაცა მიყენებდეს თავისი გემოვნებით. Добродетельность, рассудительность. Აი პასტორი ვიქტორი რო არის მეორე იცნობთ მას. Сул магас მეუბნება ხოლმე ხვიჩა. Давайте будем добродетельность, рассудительность. Петр რას გვასწავლიდა და გვეუბნება, აი ესე ყარეთო მარჯვნიდან მარცხნივ თესვა და ჩათვალე რომ თესავდი? არა. კეთილის კეთებისას იყავიო
რასუდიცელი რას ნიშნავს? გააზრებულ ჭკვიანი. როცა შეგიძლია კარგად გაიაზრო, რას აკეთებ და როგორ აკეთებ. მისმენთ. ერთხელ იესო ქრისტესთან მივიდა ერთი პიროვნება და უთხრა: "კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნოს ცოცხლად დავიმკვიდრო?" ეს იყო მდიდარი ჭაბუკი, ასე წერია. ახალგაზრდა ბიჭი. მდიდარი თავის მამაპაპური ჰქონდა ალბათ სიმდიდრეები და ქრისტეს ეკითხება: "კეთილო მოძღვარო." და სინამდვილეში რაც უთხრა ქრისტეს, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნოს ცოცხლად დავიმკვიდრო, ქრისტემ დაიწყო მისალმებიდანვე მისი გასწორება. "რატომ მიწოდეთ მე კეთილსო?" არავინ არის კეთილი გარდა ერთისა ღმერთისა. შენ ვერ შეგიძლია კეთილი იყო თვითნებობით. აბა როდის გავხდები მე კეთილი ბუნების მატარებელი, ღმერთს რომ მოусმენ და ისე რომ გააკეთებ. როცა ღმერთი ჩაგიდებს სურვილს და წახვალ და გააკეთებ. როცა ღმერთი გეტყვის, ეხლა შენი დროა, ეხლა შენი სცენარია და იმოქმედე. აი როცა შინაგანად მიყვები ღმერთს და უჯერებ, შენ მაგ დროს ქველმოქმედების ბუნებას ანვითარებ. და არა ისე რომ მე ვყარე მარჯვნიდან და მარცხნიდან ღმერთო სად არის, რატომ არ არის დედამიწა არსებობს, თესვამკა, აგერ მე თესე და მკასად არის. არ იქნება მკა ეკლებიდან, ყველა მიცრო ეკლებიდან არაფერს აღარ მოიღებ, გზიდან, გზისპირიდან მოვიდნენ ფრინველები და მოიპარეს, და მოვიდა მზე ამოვიდა და დააცხუნა და გახმა ის ქრისტემ მოიყვანა ეს მაგალითი თესვაზე ყველამ კარგად იცის. ერთი სიტყვით ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ ჩვენ ვიყოთ კარგად გაიგეთ. სულით შინაგანი გააზრების იმისა რომ რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. ეს 4 რაღაც მინდა გაგახსენოთ, როცა ღმერთი ერთხელ მაჩვენებდა მიეცით და მოგეცემათ ქრისტემ თქვა. ლუკას მე-6 თავის 38 მუხლი. მიეცით და მოგეცემათ. ყვადვილია ძალიან. მაგრამ ერთხელ ღმერთი მაჩვენებს ამ მუხლის გაგებას. რომ ეს ასე ადვილი არ არის რომ მიეცით და მოგეცემა. მე უნდა გითხრა შენ ვის მისცე? რა მისცე? როგორ მისცე? ფორმაც უნდა ნახო. როგორ მისცე, რომ აი ასე ყვიროდე მთელ ხალხში მე ახლა იმას უნდა გაუკეთო რაღაცა. ერთხელ ერთი პიროვნება მორბის, ჩემ ბავშვს დაბადების დღე ჰქონდა და ერთი წუთი თუ შეიძლება პასტორ თუ შეიძლება რაღაც აი მე მინდა რომ შენ შვილს და მორბის მთელ ვიძახე ნეტა ახლა რომ ამბობ ხო მიცა გაბის ჩავარდე ხო ისე რომ გამორათქვამი რომ ყველას უნდა აჩვენოს რომ ხუთლარიანი უჭირავს და აი ხა ღმერთო ეს ქველმოქმედება კი არ ეს თესვა კი არ ეს საშინელებათა სერიალი არის როცა თავს გჭრის და ყველას აჩვენებს აუ მე ახლა უნდა მაკურთხოს იმან და რაღაცა უნდა გამიზიაროს და თან ყველას უნდა აჩვენოს რა კეთილი არის ქრისტემ თქო თუ ქველმოქმედება გადაგიწყვეტია მარჯვენა მარეცო და სასაკეთებ შენი მარცხენა. ბევრჯერ ეკამი ესია ისე არ ვეუბნები მეც არ მინდა ვიცოდე რა საკეთებს ის იმიტომ რომ წერილმა გითხრა შენმა მარჯვენა მარეცო და სასაკეთებ შენი მარცხენა. არ არის საჭირო არც მე არ მინდა შევეკითხო და იქითაც ზოგჯერ ცდილობ ხოლმე ეს გაჩერდი არ გვინდა იმიტომ რომ წერილი გვეუბნა მარჯვენა მარეცო და სასაკეთებ შენი მარცხენა. ამიტომ თუ ქველმოქმედება გაგვიწყვეტია დაიმახსოვრე უნდა იცოდე ვის ზოგჯერ არის რომ ღმერთი გეუბნება რომ არ გააკეთო ეს და არ უნდა გააკეთო და უნდა უსმინო ღმერთს სიტყვას და ასე შემდეგ. პირველი როგორც თქვი, ქველმოქმედებაში გააზრება, შემეცნება, როცა ადამიანი არ არის, იცით ესეთი ის არსებობს პიროვნებები, რომელსაც რასაც ჩასძახებს იმას ამოგძახებს. ის ვერ ვითარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიად არ ვითარდება. არ აქვს დამოუკიდებელი აზრი, არ აქვს თავისი გააზრება. Рассудительность ნიშნავს გააზრებული ადამიანი. კარგად აი შეიგნო და გაიგო რას აკეთებს და რატო აკეთებს. და ეს არ არის ზომბირებული, ეს არ არის ჩასძახე ამოძახეს მდგომარეობაში. და მესამე რასაც მინდა ოდნავ გადავიდეთ და შემდეგში გავაგრძელებთ და შევეხებთ იმ დრო ამოგვეწურა. მესამე არის შემეცნებაშიო. თავშეკავება. თუ ხედავ პიროვნებას რომ ხასიათს ვერ აკონტროლებს, ესე კარგია რომ ამ გზას ადგას, დრო და დრო თავის თავზე იღებს კონტროლს, დრო და დრო თავი აიყვანა ხელში, მაგრამ შემეცნებაში და გააზრებაში და მიხვედრილობაში გააკეთოსო რა დაიწყოს თვითკონტროლი, ასე. აი ეს სიტყვა ითარგმნება საკუთარი თავის ხელში აყვანა შეძლოს. თავშეკავება ნიშნავს თვითკონტროლს. როცა შეგიძლია შენი თავი გააკონტროლო და არა გარემოებები გაკონტროლებენ და ყოველთვის აი ისეთი რაღაც მათქმევინა და
შენი თავი შენ ხელში არ არის? შენი ენა შენ პირში არ არის? დააჭერე კბილი. ხშირად ამბობენ, მაგრამ კბილს ვერ დააჭერ, შიგნიდან რომ ვულკანი აწვება და შინაგანი სამყარო რო არ ვითარდება და შემეცნება რო არ არის და ადამიანის სწორად განვითარება არ მიმდინარეობს, ვერ მიდიხარ მიმართულებით. ამიტომ ზოგი რომელ საფეხურზე და ზოგი რომელ საფეხურზეა გაჩერებული. მე მინახავს ადამიანები, აი ძალიან მინდა დიდი მსახური გავხდე, დიდი ჭურჭელი. ყველაზე დიდი ჭურჭელი ის არის, ვინც ამ განვითარებულ საფეხურებზე მიდის სიყვარულის მდგომარეობამდე. აი 7 საფეხური, რომელსაც პეტრე ხსნის. ქველმოქმედი იყავი, გააზრებულ შემეცნებული მდგომარეობა გქონდეს. იყავი, მესამე საფეხური არის საკუთარი თავის ხელმწიფე. იგავების 16-ის 32-ში წერა და შემდეგში რომ მოვალთ შევეხებით. საკუთარი თავის ხელმწიფეო ქალაქის ამღებს ჯობია. შენი თავი რო ვერ აგიყვანია ხელში, სუსხები ყოფილან დამნაშავენი. მაგრამ როცა საკუთარი თავის ხელმწიფე ხარ, ბიბლია ამბობს, ვინც თავის თავს ფლობს, საკუთარი თავის მფლობელი ქალაქის ამღებს ჯობია. მეოთხე საფეხური თავშეკავებაშიო და თვითკონტროლში მოთმინება. აი, რომ გადავალთ ამ საფეხურებზე ნახავთ, ღმერთი გეუბნება, აიღე ჯვარი და მომღერე, მოითმინე თუ გინდა რაღაცები ნახო. მოუთმენლობითა და თავშეუკავებლობით ადამიანები კარგავენ ყველაფერს. მაგრამ თუ მოთმინე თავიდან დავიწყოთ. კეთილის კეთების ბუნებით შენი ცხოვრება გააზრებული და გაცხადებულია. შემდეგ გაქვს თვითკონტროლი და საკუთარ თავს იყვან ხელში, მოთმინებაში გადადი, მოთმინებიდან პავლე ამბობს, ღვთისმოსაობა იწყება მერე, სხვა ბუნება ვითარდება შენში. ღმერთის ბუნებით იმოსები. ღვთისმოსაობაში ძმური სიყვარული და ძმურ სიყვარულში შენ შეგიძლია მიხვიდე სიყვარულში და იოანეს 4:16 ამბობს. სიყვარულს ვინც მიაღწია, სიყვარულში დარჩენილი, ღმერთში რჩება და ღმერთი რჩება მასში. ამინ. წამოდექით შემთანადოდ მე მინდა რომ ვილოცოთ, რომ ღმერთი გვასწავლის თავის გზებს და პრინციპებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენ მოусმინოთ მას, გავყვეთ და შევცვალოთ ჩვენ ცხოვრება ღმერთის სიტყვის და სულის კარნახის ქვეშ.